ეს ჩვენთან მოვიდნენ სტუმრად ჰანგრიმენები და ისინი თავიანთ ინტუიციას და ლოგიკას გამოცდიან და ვნახავთ წავლენ თუ არა გადაცემიდან 10,000 ლარით. აქედან თორნიკეს მოკითხვა ჩვენ კი სტუმრად გვყავს სამეული ჰანგრიმენიდან გუგა, კოსტა და ვასა და ისინი ეცდებიან რომ დაამტკიცონ რომ თავიანთი ლოგიკა და ინტუიცია მინიმუმ 10,000 ლარი არის. რას ფიქრობთ თქვენ მეგობრებო? ძალიან ცოტა არის. არა, მე გუგა მახსოვს თქვენი სტუმრობა ექსპერიმენტში და ისიც ძალიან კარგად მახსოვს რომ მაქსიმალური თანხით წახვედით. ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ დღეს თქვენ მარტივი ეპიზოდი არ გეყიდეთ. თული კითხვები მოგიმზადეთ. ბიჭო, არ გამიკვირდება ეგეც, მაგრამ მე აქვე მადლობას ვეთქვი ჩემს გენერალურ სპონსორსაც წარმოადგენს ამბასადორი ბეც იმისთვის რომ მაძლევს საშუალებას რომ თქვენთვის შევქმნა კონტენტი. სანამ დავიწყებთ სანდომის ვაფლი რომ მივიხდეთ თუ შეიძლება. სანდომის ვაფლს აუცილებლად, როდესაც ცოტას ანერვიულდებით, მე მაშინ გათვლილი მაქვს, რომ ეს არის ახალი თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დამზადებული ვაფლი და მისი მიღების შემდგომ სხვათა შორის აქ ყოფილა მომენტები რომ უკეთესად გაუგრძელებიათ თამაში. ბონება იხსნება. სანდომის ვაფლი აუცილებლად შემოვა თამაშის განმავლობაში. შეგახსენებთ რომ თქვენ სამი დახმარება გაქვთ, სულ 8 კითხვას დაგისვამთ. აქედან ერთი არის სწორი პასუხი და თქვენი მიზანი ეს 10,000 ლარი გადაანაწილოთ ან პირდაპირ გლიჯოთ სწორ პასუხზე. რაც უფრო მეტ თანხით გახვათ ბოლოში, მით უფრო უკეთესი თქვენთვის და ცუდი ჩემთვის. მე მგონი გავრისკოთ ბიჭებო რა, ჩვენ აზარტული ხალხი ვართ და მოდი ჯერ კითხვა გავიგოთ. ზოგადად. 3 წუთი გაქვთ კითხვაზე პასუხის დასაფიქსირებლად, თუ დრო ისე გავა, რომ თქვენ თანხა არ გექნებათ დადებული და განთავსებული ეს თანხა 4-ად გაიყოფა და ისე განთავსდება 4-ვე პასუხზე. დრო აკონტროლებს. პირველი პასუხი სიცილის სმაილი, მეორე პასუხი ლაიქის სიმბოლო. ოღონდ ეს არ არის ლურჯი ლაიქი, დააკვირდით, ყვითელი ლაიქი არის. მესამე არის ცეცხლის სიმბოლო და მეოთხე არის სათვალებიანი განგსტა სმაილი. კითხვა ნომერი 1. რომელი არ შედის ტოპ 10 გამოყენებად ემოჯიში? წამზომი ჩაირთო. აქ არის 2025 წლის მონაცემები. ეს ორი სახად. არა, იყოს დატოვე კადრში. ეს პირველ ადგილზეა, უეჭო. ამას მე ვიყენებ ნუ ლაიქი დიფოლტად აყენია, მაგრამ ეს ლურჯი არ არის გესმის? ეს არის thumbs up. ის ლაიქი. ამას ჭირდება ძებნა. როგორ არის? thumbs up ქვია ამას. ცეცხლიან ეს არის. ეს ორი უეჭველი იქნება. ის და ის შედის უეჭო. მაშინ ეს არის ყველაზე. ეს არის ვაფშე გადავაგდო შეიძლება ლაშა? დამატებით ინფორმაციას მოგცემთ. კი ბატონო. ეს არ არის კონკრეტულად რომელიღაც პლატფორმაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე ან TikTok-ზე, აი სადაც კი შეიძლება საჯაროდ დაიწეროს და განთავსდეს ეს სმაილი და დათვლადი და ეს ამას ითვლის. ეს პლატფორმაა Brandwatch-ი. ყველა მონაცემი აბსოლუტურად აღარ. რა ცოტა მოკლედ რო ისაუბრე. რაში? არა, ყველას დეფი. რატო კაი, ჯერ იდოს და ბიჭო, ესეთებია, ნახე რა თქვა, ყველა პლატფორმაზეო და ეს ამბერ პლატფორმა საერთოდ არც არსებობს. ბიჭო, ანუ ეხა მოდი ვთქვათ ერთ წამს გამორიცხოთ. ეს ეხა გინდა ლურჯი იყოს, გინდა ეს. ამას ხშირად ვიყენებ მე რა. მე პირადად. ლურჯი ლაიქი არის მარტო მესენჯერში, ხო? სხვაგან ხო ამის დაწევა გიწევს. ხო. ესე იგი ესეც გამოიყენებ. კარგი არა, ეს არგუმენტია. არის უეჭველი. ხო და იყოს და ვიდეოს ყველაფერი. 30 წამი. გილოცავთ რა. მე თვითონში ჩემი. რას მილოცავ შეიძლება შემოსხას ნახე ყველი ერთი რა, ძალიან კონკრეტული ემოცია, ხო ფაქტია. კონკრეტულია ყველაში. არა, ხო, მაგრამ ეხა ეს ამას მილიონ რაღაცაზე და ცეცხლი არის, ნუ ცეცხლი უეჭველი უფრო ეს იშვიათი უნდა იყოს. ამას უწევ, ხო ეხა. პოლინი? ამაზე არ ვლაპარაკ. დევს უკვე დაიძახია. ნუ ეს არის რა. 3, 2, 1 და შეწყდა მეგობრებო მსჯელობა. როგორც ჩანს მე ვხედავ რომ ერთ პასუხზე აქვთ განთავსებული აბსოლუტური თანხა. აქ ძალიან ბევრი მეკითხება რომ აი რო წააგონ რა მოხდება მეორე მესამე. ეხა გაიგებ. იმედია რომ არ დადგება. იმედი მაქვს, მაგრამ და თუ დადგება, მე ისეთი კარგი ფორმატი მაქვს, ბიჭებმა იციან უკვე მოფიქრებული. და მე აქ შემოვიტან თამაში ჩემს კალათას. საგონები რა. ამ კალათაში თავსდება არასწორი პასუხები და მათზე განთავსებული ფულიც ასევე. მარტივი გამოსარიცხი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ტოპ გამოყენებადი იყო. მე ბევრჯერ გითხარით. ეს არ არის ის ლურჯი სიმბოლო, რომელიც დიფოლტზე აქვს მესენჯერზე, მაგრამ გუგას ქონდა სწორი აქცენტი. ეს მხოლოდ მესენჯერზეა, დანარჩენზე ყველგან ამას იყენებენ და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ტოპ გამოყენებადია. მეგობრებო, აი ეს ჩვენი განგსტა სმაილი. არ ვიცი, აქედან
არავის არ უყვარს, მაგრამ ჩემს არხს თუ გადაავლებთ თვალს, ან ჩემს Facebook ჯგუფში თუ შემოხვათ ლაშა და გამომწერები, სადაც ექსკლუზიური კონტენტი იდება თქვენთვის და გაცილებით ადრე ვიდრე YouTube-ზე გათავსდება, მე ძალიან ხშირად ვიყენებ ამას. მაგრამ ეს არ შედის სამწუხაროდ top 10-ში და რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სწორად განათავსეთ 10,000 ლარი. ისო ჩააგდო ჯერ ბიჭო, ნუ ლაშა. მაიმუნოს ახლა. ცუთ ნახევარი დაიხარჯა იმაში, რომ 100-ს გაირკვა, ეს რა ემოჯი იყო. ძალიან კარგი სტარტი გაქვთ. დამაჯერებელი. ახლა ნახოთ, კითხვა ნომერ 2-ს დავსვა, მაგრამ ჯერ პასუხებს გაგიჟღერებთ. საშუალოდ ამერიკელი სიცოცხლეში 35,000 ნამცხვარს ჭამს. სანტა კლაუსი არ არსებობს, იტალიელები სპაგეტის ხეებს ზრდიან, ამერიკაში ინგლისურად ლაპარაკობენ. კითხვა ნომერი 2. 1957 წელს BBC-მ ტელევიზიით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ 4-დან ერთ-ერთი ეს სწორი. წამზომი ჩაირთვა. მოდი ესე გავუყოთ რა. სანტა კლაუსი არ არსებობს, ხო, ნუ რაღაცა მაშინ და თქვა 1 აპრილს, ანუ რაღაც სისულელი ინფორმაცია, ხო? ბავშვებს მაგას არ გაუკეთებენ. ხო, BBC არ გამოაცხადებდა. ბავშვებს. ეს არ არის. კაი, საშუალოდ ამერიკელი სიცოცხლის განმავლობაში 35,000 ნამცხვარს ჭამს. ერთი ადამიანი ჭამს 35,000 ნამცხვარს? კი, სიცოცხლის მანძილზე. სისულელეა სრულის. 365 დღე ხო არის? განმავლი 1000 არის 3650. განმავლი 100 ანუ 100 წელი უნდა იცოცხლოს. ეს სისულელეა. დაგჭაური. ამერიკაში ინგლისურად ლაპარაკობენ. ამერიკაში ლაპარაკობენ ამერიკულად. წესით ხო? ინგლისურად ლაპარაკობენ, წავსეთ ხადი. აი ეს იტალიელები სპაგეტის ხეებს ძალიან მარტივია. 2 წუთი. იტალიელები სპაგეტის ხეებს დიან მაგასენ. ანუ ესე გამოაცხადეს. ამას მეუნებით? ამერიკაში ინგლისურად ლაპარაკობენ. თავის ინგლისურებს გაუსვეს ხაზი რა, მარტივად. არა, ეს შეიძლება იყოს სწორი. რატომ უნდა თქვა რომელიმე ინფორმაცია? ინგლისელები არიან, გაიგე? ინგლისელები ინგლისელები არიან და გაუსვეს ხაზი, რომ ამ დიდ ამერიკაში და მაგარ ამერიკაში ჩვენ ენაზე ხო, ბაზრობენ. გავიაზრეთ. მართალია. ეს ორი გამორიცხეთ, ხო, როგორც ხვდები? სანტა კლაუსი და 35 გამორიცხეთ. ხო, გადაამოწევთ პასუხს. გადავამოწევთ, ოკეი, რა გადავამოწევთ? ანუ 1000 ლარს თუ გადამიხდით, დროს გაგიჩერებთ და ერთ პასუხს. გვაბნევს. ბიჭო, მე მგონია მაინც გვახარჯინებს ეს დესმის. იტალიელებს სპაგეტი. 20 წამი გაქვთ და ხო არ გადაამოწევთ, დროს გაგიჩერებთ. გადავამოწმოთ. როიცა ერთი აი 500 ლარი მივცეთ. 500 ლარი არ ღირს. არა, 1000 უნდა მოვცეთ. მივცე. როიცა რაღაცა ძალიან გაგიჟებულია. დრო გაჩერებთ. გაიგიჟა თავი. მადლობა. ბიჭო, შეიძლება ამით დაცინეს რა. მე 1000 ლარი ესე მარტივად გამომუშავებული მეგობრებო არ მინახავს 15 წამზე გაჩერდა შესაბამისად მსჯელობაც გაჩერდა მე არ ვიცი ეხლა რამდენად გამომყევით სწორად ეხლა ამას გავარკვევთ დამიჯერეთ მე ყოველთვის ვამბობ აქეთ მაქვს თეთრი და აქეთ შავი ფთა მაქვს ხოლმე რა აქეთ ჩარავანდედი აქეთ კიდე რქა მაქვს ამოსული ეხლა გავიგებთ რომელი მქონდა ამ მომენტში რომელს გადაამოწმებთ პასუხს კაი გადაგვიმოწმე მაგას ამოწმებთ თუ რომელიმე გაპარულ პასუხს გადაამოწმებთ აუ რა შემოქვია ბიჭო დაგვანგრია კაი, მოდი ერთ რაღაცას გეტყვით რა. ეს იყო თემატური კითხვა, რომელიც მე სპეციალურად ჰანგრიმენებისთვის მოვამზადე, რადგან ჰანგრიმენი გამოირჩევა საუკეთესო ფრენკებით საქართველოში. და BBC 1957 წელს პატარა ფრენკი გაუკეთა თავის მაყურებლას. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი პასუხი უნდა გადაამოწმოთ. ანუ ფრენკი ეს მოდი ფრენკი ეს სამივე. ეს ისე ყველასთვის არის რა. ესეც ფრენკია. ეს სისულელე. რატო იქნებ ეს და ის არის. 3, 2 და 1. ეს იტალიელებს ამოწმებს. 15 წამი გაქვთ. ახლა მე პასუხს რო გაგცემთ, ეს კი იქნება, არა იქნება. მე რომ გადავწყვიტოთ, დაიჭიროთ, მე რაზე დადებთ. ეს პასუხი, მეგობრებო, არის სწორი. ამაზე რა შვები შეჩემ. აზრი არა. ახტებდა. არა, მე მეგონა ის გადავამოწეთ ესე დამავიწყე. კიდე კაი, სად მოვიფიქრე რომ გადამემოწმებინა აზე ხარ? აღარ ჩამოვივლი, სწორი პასუხი იყო 1957 წელს BBC-მ გამოაცხადა, რომ იტალიელები სპაგეტის ხეებს ზრდიდნენ. ეს იყო ფრენკი გათვლილი და შემდგომ ძალიან ბევრი ადამიანისგან ინფორმაციის სახით იყო კითხვები, წერდნენ, ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, რომ ჩვენც როგორ შეიძლება რომ მოვაშენოთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენკი, რაც კი ყოფილა და მეგონა რომ გეცოდინებოდათ რა. მაგრამ 9000 ლარით, მაინც კაი შედეგი. 9000 ლარით მიდიან ჯერჯერობით შვენიერი სტარტია. მესამე კითხვის პასუხებს გაგიჟღერებთ. Alibaba, AliExpress, Amazon და eBay. რომელ ონლაინ პლატფორმას ყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოში? მაგალითად, user-ზე საუბარი,
და წამზომი ალიბაბა უჯო. ჩინური. ჩინური სამყში. ეს არის ყველაზე დიდი კომპანია იქ ხო არა, არა. კი, მაგრამ დიდ მარჟაზე მუშაობს და ეს რაოდენობას. ბიჭო, ნახე eBay-ზე ყიდველიც ხარ და როგორც გამყიდველიც რეგისტრი. ეს საინტერესო იყო ის. ბიჭო, დამხوار გვაბნევს და Amazon-ი ხო არა ყიდველიც. დაახმარება რა გვაქვს? 50-50 გვაქვს, ხო დაახმარება. დახმარება გაქვთ კითხვის გამოცვლა და 50-50. ამაზე არ უნდა გამოცვლა. 50-50-ზე შეიძლება გვიშვებოს ის ხო ეს, მაგრამ რომელი გონია? კაი მაგარი. eBay არ მგონია. ალიბაბაზე ცნობილი AliExpress-ია. ნამდვილად? რა სისულელია? ბიჭო, აი რა არა, ბიჭო, Alibaba ბევრად ის. ვაში ჩვენ 50-50-ზე არ გვიშვება. Alibaba ძველია. ეცამი რა მოდი ესეთი. ეს ორი რო ამოვიდეს. ეს ორი რო გამოირიცხოს. ხო ამას ირჩე. კი. ამოში. კი. ხო, კაი. Amazon-ს უფრო ვიშვებ ვიდრე eBay-ს. შეგიძლიათ გადანაწილოთ, მაგრამ რო გაქვთ. მოდით გავაჩეროთ დრო. დახმარება გვინდა. დახმარება რა მივიღოთ? 50-50-ი გაურისო. არ გვინდა. ამაში კითხვა შევქვა. ვასა შენ რას ფიქრობ? არა, კაი კითხვაა. მე AliExpress ვფიქრობ რა. და რატო გონია არც იცი რა. Alibaba. მომისმენთ ეცა ეს ორი რო არ გამოირიცხოს დაგვერხა ხო მაშინ? გადავიხადოთ. ეს ორიო დარჩეს რა? Amazon-ი ვთხარ. ეს არ ორი რო დარჩება რა. 20 წამი. დამოვიყენოთ 50-50. 18 წამზე, 18 წამზე გააჩენს ბიჭებმა. თქვენის ნებართვით მე ერთ და მეორე შეკვრას წავიღებ და ასევე მეგობრებო წავიღებ 4-ვე პასუხს. სამი პასუხია. აქედან ყველა არასწორია. 2-ს გამორიცხავთ ჯერ ერთს, მერე მეორეს და ერთი დარჩება. შემდგომ შემოვიტან სწორ პასუხთან ეს ერთად. გამოვიცხავ. მიდი აი. მედი ნებისმიერ. მოდი სადაც დევს. Amazon-ი გამოირიცხა. ოპა. Amazon არა ვირჩევ. აღარ არა ირჩევდი. Yes! eBay დარჩა. eBay ხო და ორმაგი მომხმარებელი ყავს. ყიდიან. არ არსება Alibaba-ს და eBay-ს შორის ხო, ნუ Alibaba. Alibaba უნდა ვირჩიოთ ხო გზა. 18 წამი გაქვთ. ეს ხო ყველა აი, ერთი წამი ჯერ დავდოთ, ჯერ დავდოთ და მე რა Alibaba-ს დავაწყო. ეხა ვიბაზროთ. ეს ხო იაფია ყველაზე. ანუ ის უიაფეთ თუ გინდა ეს უნდა კი, დავდოთ. ეს არის, ანუ აქ ძვირია. ყველა მე ღარიბია. პირადად eBay-სგან eBay-სგან გამოდევდით მაინც ერთი 1000 ლარს მაინც იქით რომ რამე იყოს რა არ დააზღვევთ? უფრო დაგვეხმარებოდა. 1000 ლარია, ისედაც გვაქვს ეგ ოპშენი მე. მოჩა? მეგობრებო, მე პირადად eBay-სგან უფრო მეც ვიწერ. თქვენ რა ლოგიკით ლაში არ გადაწყვეტეთ რომ მოიცა, არ ჩადე, კითხვა წამყვანს აქვს თავის როლი. ვასა, ნუჩკარ. შეგვეშვი რა. არა, ნახე, მე მესმის რომ ჩემ ვასამ იფიქრა ლოგიკურად, იმიტომ რომ აზია ჩინური კომპანია, იგი მხელა მომხმარებელი ყავს, ძალიან ბევრი რაღაცის გამოწერა შეგიძლია, შავი პარასკევის ფასდაკლებების, ახალწო ფასდაკლებები და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, მე ვარ ონლაინ შოპინგის მომხმარებელი, ზოგადად ძალიან მიყვარს და ბევრ კარგ ფასდაკლებას, ასე ვთქვათ, ველოდები და უნდა გამოვიწერო. სხვადასხვა საიტებიდან, მაგრამ მე ვარ USA-ი ჯორჯიას მომხმარებელი, რომელიც არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აგრეთვე ჩინეთიდან ჩამოაქვს ამანათები. და USA to Georgia's აქვს 1 იანვრამდე, ანუ ახალი წლის ბოლომდე სპეციალური შეთავაზება და კამპანია სახმელეთო მიმართულებით $2, მხოლოდ $2 შეგიძლიათ ჩინეთიდან ჩამოიტანოთ ნებისმიერი თქვენი ამანათი. დეტალური ინფორმაცია იქნება აღწერაში მითითებული და ასევე თუ არასდროს არ გამოგიწერიათ მეგობრებო, USA to Georgia's ყავს AI აგენტი კაია, რომელსაც მიწერთ და ნებისმიერი საიტიდან თვითონვე აგიხსნით, რასად როგორ უნდა შეავსოთ, რა ინფორმაცია უნდა ჩაწეროთ და როგორ უნდა გამოიწეროთ. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი და ნებისმიერ თქვენთვის სასურველი ნივთი გამოწეროთ. რაც შეეხება პასუხებს, ჩემი აზრით ეს გეტყვი რა. eBay არის პირველი კომპანია ამ 4-დან 50 ბოლო ადგილზე. 155 მილიონი იუზერი ყავს. 300 მილიონით მოდის Amazon-ი, დაახლოებით 800 მილიონი არის AliExpress-ი და 2024 წელს Alibaba მილიარდზე მეტი მომხმარებელს გადააჭრა. სწორი პასუხი იყო Alibaba, მეგობრებო. ბრავო, ბიჭებო, ძალიან კარგად მივდივართ. ჩვენმა სტუმრებმა თავიანთი უგემრიელესი ჩიფსი მომიტანეს საჩუქრად 1.5, ამიტომ მეც უნდა გაუმასპინძლებულიყავი მათ და აი ესეთი სანდომის ვაფლით, მეგობრებო, გაგხვდებით წარმატებები შენს ამ პროექტს და არა მარტო ამას, შენს არხზე და გამოვიწეროთ ამ კაცს. დავაფასოთ და აი მაყურებელს რო უთხრა გუგა შენ დარწმუნებულად ძალიან კარგად იცი რომ ნახევარზე მეტი რო უყურებს რომ მაუსის ღილაკის მიჭერა რო ეზარებათ აი რამდენად გულდასაწყვეტია ეს ახლა კონტენტ კრეატორისთვის აი განსაკუთრებით იუთუბერისთვის თელ გულს და სულს რო დებს ვიდეოებში რა უფრო მეტად იქნება გულდასაწყვეტი რომ არ მივირთმევდე ახლა ამბავს მაგრამ ეს მაინც გეამება ამიტომ მეგობრებო ბარემ ამ ტკბილ ფონზე მეაჭირეთ გამოიწერეთ ჩემი ახი თუ გინდათ ანგრიმეის ახიც გამოიწერეთ თუ იმე მიყურებთ ეგეც არ ვიცი მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ არხს გამოიწერეთ კითხვა ნომერი 4 ჟირაფი
კი ბატონო. აუ ვიცოდი რომ შემოიტანდა ამ კითხვა. ერკემალი, ვინა? ერკემალი. ინდური მარტორქა რომელი უფრო მძიმე ხარ? და ცხვარი. ვასო, რანაირად გამოიცანი? ჩამოთვლილი ცხოველებიდან რომელს არ აქვს რქა? წამზომი ჩაითო. ჩემი აზრით ინდური მარტორქა. ერკემალი რომელია? აზრი არ ვარ. კოსტა. ბიჭო, შენ ხო ხარ? კაი, ინდურ მარტორქა ხო იცი და გამორიცხოთ მივაკეთე. ჩემი აზრით ინდური მარტორქას არ ექნება. სხვარს ხო აქვს? უეჭველი. კი არ დავკვირვები ვარ ეს. სხვას აქვს რქუკები. ნახდათ? რქუკები უეჭველი. ინდური მარტორქა, ნუ მარტორქა რო ქვია და არა აქვს, რავი ანუ. შეიძლება მარტორქა არის. მაშინ წავაგოთ. არა, უეჭებს. შეიძლება პატარა ზომა იყოს просто არა. ერკემალი ჟირაფზე მახსოვს რომ კოპევივით აქვს ესეთი პატარა რაღაცა. კი, ორი აქვს. კი, უეჭველია. ერთი ხო არა აქვს, მარტორქაში ხო არ გერევ, ერთი ხო არა აქვს. ინდურში. კაი, მოდი რომელი არ არის? ჟირაფი არ არის, ინდური მარტორქა არ უნდა იყოს. ხო რა. ერკემალი რა არის ღმერთო? მე შემოგთავაზებთ ასეთ რაღაცას. თუ თქვენ 1000 ლარს გადამიხდით, მე თქვენ ერკემალის ფოტოს განახებთ. თუ არც ერთმა 500 ლარს გადაგიხდით. გაგრძელეთ მსჯელობა, მე 1000 ლარს თუ მომცეთ, ფოტოს განახებ. არა, უარია შენ. აი, ერკემალია პასუხი რა. რატო? იმიტომ რომ სხვანაირად არ განახება. რატო? ბიჭო, იმიტომ სწორ პასუხს 1000 ლარს სწორ პასუხს გეუბნება. ეუბნება? მე რა გეუბნები? ხო შეიძლება განხარჯინებ და ცხვარია პასუხი. გავი ლაშა ეგეთი ბიჭი არ არის. უკვე მეოთხე კითხვა ვასა. ნუ ჟირაფი უეჭველი გამოურიცხოთ. დავხუროთ ეს. ეს დახურე ინდური? მარტორქა არ დავხუროთ, მარტორქა. არა, ვერ ვიტყოდი. ბიჭო, ინდური. აი. შეიძლება არ არსებობს ეგეთი ესე დახურე. შეიძლება არ არსებობს ეგეთი ცხოველი და კაც არ არის. გავიგე, მაგრამ მაშინ ესე იგი ტყუილი წერია. კაი, ცხვარი თუ ერკემალი? ცხვარს. რა ცხვარს უეჭველი აქვს? ცხვარს რქა აქვს. ცხვარს რქა არა. რა ცხვარს რქა? დაგვიდის ხვარი და გეჯახება. კაი, მომისმეთ, მამალ ცხვარსაც არ აქვს? მოიცა, აქვს. ეს არ 100 სიფტყეში გადაგვიყო. კაი, 1000 ლარსაც არ მიხდით და 500 ლარს ხო არ გადაიხდით და კითხვას ხო არ გამოცვლით. ბიჭო, 17 წამი დარჩა. ბიჭო, თხაროთ. 500 ლარს თუ მოდი გადამიხდით, გავყავთ, გადავანაწილო. თუ გამოცვლით 3 წუთი თავიდან ამაზე ადვილია რა უნდა იყოს ეს. კაი, მოდი ვთხაროთ. რომელი? 500 ლარს ხომ არ ნახე გადამიხდით? თხარს 4 უკვე ის არის. გადავუხდოთ ბიჭო, ცხვარს დაგვედო ერკემალუკაზე რა. ერკემალის ფოტო გადა, ხო? კი. ცხვარია ბიჭო, პასუხი. ერკემალი იყო, დამიჯერე რა. ვასასთვის რომ დაგეჯერებინათ, მეგობრებო. წააგებდით. აუცილებლად წააგებდით. ტიპი მარტორქა არის. ინდურ მარტორქას, მეგობრებო. რა თქმა უნდა, აქვს მარტორქა არის. ჟირაფს არა? ჟირაფს არ აქვს რქები, მეგობრებო. ჟირაფს აქვს ხრტილები. ეს არის მისი ქალის გაგრძელება, რომელიც არის ხრტილი, დაფარულია კანითაც და ასევე ბეწვითაც. კითხვა გამოცვალეს და მე მგონია რომ ძალიან კარგი იქნეს რომ გამოცვალეს. სად დამარტყა თავში? და მოდი პასუხებს გაგიჟღებთ სხვათა შორის. თქვენ გონიათ მარტო თქვენ მოიტანეთ ჩიფსი გადაცემაში? არა, მეგობრებო, მეც დავახვედრე ჩიფსები ჩვენს უსაყვარლეს ჰანგრიმენს. პირველი პასუხი. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედროებისთვის ენერგიის სწრაფი წყარო ჩიფსი იყო. ჩიფსის შემქმნელს არასდროს ჰქონია კარტოფილი გასინჯული. პირველი ჩიფსი ჭარხლისგან იყო დამზადებული. ეგ არის სწორი პასუხი. ვიცი ეგ ინფორმაცია. საქართველოში პირველად ჩიფსი გრიგოლ ორბელიანმა ჩამოიტანა. კითხვა ნომერი 4, ომოთ შეცვლილი. ჩამოთვლილი ფაქტებიდან რომელია სიმართლე? იცი? ეს? უეჭველი? მახსოვს, აი, დავაი მაშინ, დავაი, აჰა. რა ხდება, ბა? მოიჭი ერთი წა. აი, დადე, ჯერ და მერე ვისაუბროთ. კაი, საქართველოს პირველად ჩიფსი გრიგოლ ორბელიანმა ჩამოიტანა ალიბაბადან. ჯერ ამ ხანძრები მახსოვს. ჩიფსის შემქმნელს არასდროს ჰქონია კარტოფილი ეს ზღაპარია. ეს პირველი ჩიფსი როდის იყო ჭარხალი შენ რას ფიქრობ? ჭარხლის. რაღაც მახსოვს რა ეგეთი. რაღაც არა, მახსოვს, თორე მე არ ვამბობ, უბრალოდ დავ. გუგა, ერთი წამი. პირველი ჩიფსი რო ჭარხლისგან იყო, ეს უფრო სასაცილოა თუ ეს. გუგა, თხრილში ხარ, ნახე და ბომბები მოდის და ჩიფს აკიშკავებ, ხო? ყვანაირადაც შეხედე, ცუდი დაძაბული სიტუაცია, რა გაუთვალისწინე რაღაცა, უცბად ხდება რაღაცა. კი, არა, ლოგიკური არის. არა, მან ჩიფს რაში სპეციფიურ შეფუთვაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგ რო იყოს, გასკდებოდა რა. ჩიფსი. არა, როდის შემოვიდა? აჩკა მეორე მსოფლიო ომში ჩიფსის არ იქნებოდა.
ჭარხალი არის სწორი პასუხი. ნუასა ეს ეხა რატო შემოიყვანე რა ეხა ეს თამაში. პირველი ჩიფსი იყო ჭარხლისგან დამზადებული. კაი ეს გადმოატრიალი ხო შანსი არ არის ხა რა გრიგოლ ობელიანმა ჩამოიტანა. ბუჯა 30 წამი კაი რა ვქნათ მოდი ერთი გამო ესეც არ არსებობს ხო დეგუსტაციის პონჩი შანსი მოდი ამაზე ცოტა დავაზღვიოთ დავაზღვიოთ რა პირველი ჩიპსი ჭარხლისგან 20 წამი გაქვს არე ჩიპს რა ჭარხლისგან რატო იყო ბიჭო დამანებე თავი ნუ მეკითხები რა თქმა ისქე ეგრე მახსოვს 13 არა ბევრია 12 დააზღვი აქ დააზღვი 11 1500 აი 2001-ის დადე და შევა აჰა 1 2 5 და სადებ და აქ ოთხი? ხო აბა გადადე 2 1 და შეწყდა ვერ დავამტკიცე არ ამბობ წესს. რო გითქვა ეგ არის ძმა ეგრე რო ვიცოდე ზუსტად ეხა ამდენს ვილაპარაკებ ოპა მე ვგრძნობ რომ ჩემი კალათა დამძიმდება მეგობრებო ცოტა მეწყინა რა ეს რაღაც ძალიან კარგი მოფიქრებული პასუხია ეს რატო გამორიცხეთ არ შეიძლება გრიგოლ ორბელიას პირველი ჩიპსი ჩამოეტანა საქართველოში რა თქმა უნდა არ შეიძლება ბარათაშვილი ჩიპსის შექმნას არასდროს ჰქონია კარტოფილი გასინჯული თქვენ არ გაგიგეთ ეგეთი ისტორიები აი ტიპს არასდროს არ ჰქონია შეხება და უცბად კი მაგრამ ჩიფსი არ არის ჩიპსი არ გაგონია საერთოდ არის სწორი პასუხი პირველი ჩიპსი ჭარხლისგან იყო დამზადებული ვასა იძახდა რომ მე კარგად მახსოვსო რომ ეს სადღაცას აქვს საკითხულიო აუ დამინძრა არა მე მგონი მართლა და მე მინდა გითხრათ რომ ეს არის არასწორი პასუხი მომტყოფი არანაირი პირველი ჩიპსი ჭარხლისგან არ ყოფილა ავათ ახალ პაციენტი ხარ ასე რომ 5000 ლარი მოთავსდება ჩემს კალთაში და ეს არის სიმართლე რომ მეორე მსოფლიო ომში სამხედროებისთვის ენერგიის სწრაფი წყარო და უცბად ამ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში რაც მე გითხარით რომ სწრაფად უცბად ეჭამათ იყო ჩიპსი აი ხარელაში გადავდივართ მეხუთე კითხვაზე ოლინემ გავიდეთ ახლა და ბოლო-ბოლო მე სუპერ თამაშები ვთამაშოთ ბანანი რადიოაქტიურია კი ბატონო let's go ქარს სინამდვილეში ხმა არ აქვს 2003 წელს შიკონა მიდორი ფუჯის საფეხბურთო მატჩში გუნდება პირველი ტაიმი 12-11 ითამაშეს. აქ არის ფეხბურთელებზე საუბარი. და მეოთხე, სიხარულის და ტკივილის ცრემლები ქიმიური შემადგენლობით განსხვავდებიან. ჩამოთვლილი ფაქტებიდან ახლა უნდა იპოვნოთ რომელია სიცრუე. ეს უეჭველი მართალია გავს მართალ კი არა ბანანი რადიოაქტიურია რომ ტყუილი იყოს საინტერესო ტყუილი არ იქნება არა ეს მე მგონი ამიტომ არ იქნება წესით რა ჩემი აზრით პირველია ტყუილი მაგრამ ამდენ დამაჯერება აწე არა კი ეს გავს ტყუილის სიხარულის და ტკივილის ცრემლები ქიმიური შემადგენლობით განსხვავდებიან რატო? რატო უნდა იყოს ტყუილი? მე რომ გამისინჯია ჩემივე ცრემლი და ჩემივე სიხარულის და არ ცრემლი დაკვირვებულ ხარ ორივე გემოებში? ლაშე იყო მარილი ორივესა აქვს პესოკი არ ვიცი ქარს ნამდვილში ხმა რაში ესე იყოს და მე ვისაუბრე ეს გავს ნამდვილს ეს გავს ნამდვილს ეს ნამდვილს გავს ეს არის შიკონა მიდორი ფუჯის საფეხბურთო მატჩი ვასკინა ხე თუ ამაში მოგვატყოს სხვა თემა მართლა 12-11 შეიძლება ვიღაცა მეორე ტაიმში ხო ვერ შეამჩნია გამოამონდულეს არა საჯმო ვერ შეამჩნია გამოეპარა და შენი აზრით გუგა მაგდროს მარტო მსაჯები აკვირდებიან თუ შენ რო 11 კაცი თამაშობდე ფეხბურთი თქვენ არ გეშლება მართალია იცი თელტაიმი თამაშა 12 მაგაცმა მაგრამ შიროკინა მიდორი ფუჯიში შეიძლება ეს არის აზიის J2 ლიგა რადიოაქტიურია ეს არის რა რადიოაქტიურია ეს უნდა იყოს ან ეს ბიჭო შეიძლება რაღაცა всё გადავდით თლიანად რადიუმ შეი თლიანად დადეთ 2000 თლიანად ეს არის არ ტყუილი ხო ბიჭო 2003 წელი და აზიაა თო აი გადადე მალე ვაგვირდები თქვენ ან მანდ ხوار განაწილებთ მაინც აქეთ არა იყოს რა აუ დაგვენძრა უცავაგეთ ჩემი დამედო რატო არ გადმომადებინე შეჩემო 500 ლარი თქვა რომ თამაშე წყნარად იყო მშვიდად რა ამის რა მაინტერესებს გუგა თლიანად აღარო გადმოდი აქ რატო გადადე იქ და რა შენ ემოციებს ვაკვირდებოდი რა სიძამდი მაინტერესებს და ამომიკითხე იცინოდი რა ვიცი პირიქით ანუ რა უნდა დამეტოვებინა ესეთი ემოცია გქონდა ჩვენ გეკითხებით ამოგიკითხა ეხა გავარკვევთ ანუ იმიტომ რომ რეაქცია არ ქონია გაიგე უნდა დაგეტოვებინა დარწმუნებული ხარ ნახე ეს ხო კარგად აგვიხსნა ეს ხო კარგად აგვიხსნა აშკარად და ამაზეც გვითხრა კეთილი ეს ძალიან კარგად არ ვიცი აგიხსენით თუ არ იხსენ მაგრამ ქარსინამდვილში ხმა არ აქვს ნამდვილად წინააღმდეგობის შედეგად გამოსცემს იმ ხმას რაზეც შედის მის ბარიერია წინააღმდეგობა თუ ეჯახება თუ რაც არის ბანანი ნამდვილად რადიოაქტიურია შეიცავს ერთ ნივთიერებას რომელიც ძალიან მცირე დოზით მაგრამ ეს ნივთიერება არის რადიოაქტიური ნამდვილად ესეც სიმართლეა 2003 წელს
შიკონა მიდორი იცით თქვენ შიკონა მიდორი ბუჩი თამაშებს თუ ადევებთ ხოლმე თვალს 7 საუკუნეებში ძირითადად სუმოს თუ ადევებთ ეგენი არია? არა. არა ეგენი არის. შიკონა მიდორი ბუჩი რეალად გუნდები არ არიან არიან სუმოისტები და არც ესეთი ფაქტი არ არსებობს რომ მთელი პირველი ტაიმი 12-11-ზე ითამაშოს რომელიმე გუნდს და მით უმეტეს სუმოისტებს მეგობრებო 12 სუმოისტი 11 სუმოისტი წინავდე სამწუხაროდ ეს იყო სწორი პასუხი უბრალოდ არასწორი ტყუილი იყო ეს რაც შეეხება სიხარულსა და ტკივილის სრემლეს ქიმიური შემადგენლობით ნამდვილად განსხვავდებიან და თქვენ 2000 ამაგეთ ვერ მივხვდი ხო ეს ისე აიღო ის არ არსებობს რა ფეხბურთის გუნდი რა მეგობრებო მეხუთე კითხვის დროს ასე აღმოჩნდა რომ სამწუხაროდ თლიანი თანხა დაკარგეთ. ბევრს აინტერესებდა და დადგა ის მომენტი, რა ხდება ასეთ დროს. ახლა ჩვენი სამეულიდან მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩება, რომელსაც დავუსვამ კითხვას. ის ითამაშებს ფულის გარეშე, არ ექნება რა თქმა უნდა არანაირი დახმარება, არც გადანაწილება არ შეძლება, მაგრამ თუ ის შეძლებს და გამოიცნობს სწორ პასუხს, დარჩენილი კითხვების, ანუ ორი დარჩენილი კითხვის 500 ლარს აინაზღაურებს და 1000 ლარით გააცოცხლებენ თამაშს. ვინ რჩება? ჯეირანი გადაწყვეტს ხოლმე. მოდი ერთად. ჯეირანი. ვასა! ჭარხლის იდეის ავტორი. ესეთი ოფერი მაქვს. ხო თამაშობ 1000 ლარს. დიახ. მოკლედ, თუ მოვიგეთ, ვიგებთ 2000 ლარს. თუ არა და 1000 ლარს ვიხდით აქეთ. ეხა შენ თუ გამეცი, პასუხი შენ ამბობ, რომ 2000 ლარს გააცოცხლებ 1000 ლარის ნაცვლად. თუ არა და 1000 ლარის ჩიფსებს. დაში შემიძლია ჭარხლის ჩიფსები დაგიმზადო 1000 ლარის. დავაი, ჩელენჯი და მიღებულია, ხელი ჩამორთმეულია. ვასა თამაშობს 2000 ლარის გასაცოცხლებლად. არანაირი დახმარება იქიდან, შეგიძლიათ ტაში მაქსიმუმ დაუკრათ. ტაში დაუკრა რომ ერთ-ერთ ვარიანტზე ხო შემიძლია? თითო მინიშნებაზე 500 ლარი ჩამოგაკდავთ. ფოლია. ჩემო ვასა, მე წარმატებებს გისურვებ. პირველი პასუხი, მეექვსე კითხვის. შრეკი მეფელომი სათამაშოების ისტორია და ალადინი. კითხვა ნომერი 6. ჩამოთვლითაგან რომელი არ შედის ყველაზე ცნობად და ყურებად ტოპ 10 ანიმაციაში. სანამ დრო წავა, დაგიდასტურებ რომ ტოპ 10 ანიმაციაში იგულისხმება კომერციული წარმატება, ჩამოტვირთვა, კრიტიკოსების შეფასება, ყურებადობა დღემდე BBC-ს New York Times-ის კვლევების მიხედვით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. და გაყიდვების მათ შორის. გაყიდვების რა თქმა უნდა აუცილებლად. ამიტომ დრო წავიდა. აქ ფრენჩაიზია მთლიანად არა კონკრეტული სერიები. ეგეც შრეკი Netflix ნაყიდი. Netflix-ზე რამდენიმე შრეკის სერია დევს და წესით უნდა შედიოდეს მაგ პრინციპით. მეფელომის რამდენიმე სერია არის, მე მგონი კიდე დამატებით რაღაც სხვა და ფილმების ბევრია რა. მაგრამ როგორც ანიმაცია, არ ვიცი. რავი, ალბათ მეფელომის შედის რა. ფილმიც ჩათვალე რომ მაგისტრის არის. რა თქმა უნდა. ხო, ოკეი. მოდი ამოვს ამ ეტაპზე გამოვიცხო. ალადინის სათამაშოების ისტორია. სათამაშოების ისტორიის, აი Toy Story, ძალიან ბევრი სათამაშო იყიდება, როგორც ვიცი რა. ბოლო პერიოდში ალადინის რა არის ხა ესეთი? ალადინის რა გახსოვს? ხალიჩა. ბოლო პერიოდში ალადინი არ მახსენდება რატომღაც. Toy Story უფრო მეტად ხდება ხოლმე, აი მაღაზიებში მაგალითად რა მაგ პრინციპით. თემიაზეთ ალადინი ეხა ყველაზე ნაკლებად პოპულარულია ბავშვებში. მაგრამ რა ხდება ეხა არაბეთში და ასე შემდეგ არ ვიცი რა. გასაგებია. ალადინი. აფიქსირებს. ხო. ნუ აი რავი ეს ლოგიკასაც მივყევი ეხა ალადინი მგონია რომ ყველაზე გავაჩეროთ დრო. კი. თქვენ მოვიდეთ? არა, შეგიძლიათ მოხვიდეთ. ჩვენ ფიქრობთ რომ სწორად გადავწყვეტ. ჩვენ როგორც ვიმშელეთ, ზუსტად იგივე სიტყვებით იმჟელავასა. მე გეტყვით ასეთ რაღაცას, მეგობრებო, რომ გაჟღერებული ყველა ლოგიკა, რაც ჩვენმა ბატონმა ვასამ გაჟღერა და რიც მიხედვით იმჟელა, არ იყო აზრს მოკლებული. თუმცა ეს მართალი პასუხია. ალადინი არის ის ანიმაცია, რომელიც არ შედის ტოპ 10 ანიმაციაში. 0-ით გავედი 2000-ი ჩემო. დღეს ერთად უყურებთ ამას.
ვასას კიდევ ერთხელ ბრავო, რომ თამაში გააცოს ხო და 0-დან დაიწყო და ახლა აგრძელებენ 2000 ლარით და ჩემი სპონსორი კრედო ბანკი ასევე გაძლევთ საშუალებას რომ თქვენს დაიწყოთ ყველაფერი თავიდან, შეგიძლიათ მოითხოვოთ ცესხი თქვენი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად და დაიწყოთ ყველაფერი თავიდან. თანხა შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე, არ აქვს მნიშვნელობა ხელფასი გერიცხებათ, თანხას ხელზე იღებთ თუ გზავნილები გაქვთ, გადაფარავთ თქვენს არსებულ ვალდებულებებს და დაიმატებთ თანხას ნებისმიერი მიზნით და ყოველი გადახდის შემდგომ თქვენი ისტორია ნელ-ნელა გაუმჯობესდება და უკეთესი პირობებით ისარგებლებთ ნებისმიერ საბანკო პროდუქტებზე. ასე რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ MyCredit-ს მობაილ ბანკი, მოითხოვოთ ცეცხლი და დაიწყოთ ყველაფერი თავიდან. მე 7 კითხვაზე ვართ. 2000 ლარი გაქვთ და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კითხვა უნდა დაგისვათ რა. შვედური წითელი. ეს გუგაზეა უკვე, შვედეთი გუგას. ლურჯი მწვანე, გაწურული იასამნისფერი. ხდებაჩი. ყისიერი ლურჯი. რომელი ფერი არ არსებობს? სამი არსებობს, ერთი არ არსებობს, დრო წავიდა. გაწურული იასამნისფერი, ვიცი. ბიჭო. შვედური წითელი წესითი არსებობს, რაღაცა ისეთი სახელი აქვს რა. ფენსი სახელია. უნდა დაგადგეთ და დაკეროს რა, შვედური წითელია. ლურჯი მწვანე. სახელი რქმეოდა რაღაცა რა. ბიჭო, ლურჯი მწვანეს ხო სხვა ფერი მიიღება, მაგორის შეიძლება. შეიძლება. რა ფერი მიიღება ლურჯი მწვანე? აქ სახელები წერია? უფრო მოყავისფრო. ხო, ყავისფერს არ დაარქმევდი. რაღაცას დაარქმევდი. ლურჯი მწვანე, მაშინ წითელ მწვანემაც უნდა იარსებოს. მოდი რა ვთქვათ, იცი ნახე, ლურჯ მწვანეს რო გეუბნება, ვერ ხვდები რა ფერია ვაფშე, ხო? ხო და შვედურ წითელზე ხვდები, გაწურული ასამაზე ხვდები, ყისერ ლურჯზე ხვდები. ყისერ ლურჯი რა არის? ყისერ ლურჯზე გასაგებია რომ ძალიან ლურჯია და. ხო აი მართალი ხარ. აი ნახე მივედი და ავეჯი მინდა და ლურჯ და შვედური წითელი რა? მაძოს ყავისფერს ხო უნდა? შვედური წითელი რა არის? შვედურია თუ ფრანგული თუ ინდური მარტო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ წითელია და ეს ვაფშე სხვა ფერია. ლურჯი მწვანე ძალიან უცნაური პასუხი. ხო და მოდი ესე იდოს ჯერ ამ ეტაპზე და მე ეცა მოდი ყისერი ლურჯი ხო ჩვეულებრივი ლურჯი. აი ალბათ. ხო აბა რა ყისერია თუ გაწურული იასამნისფერსაც მივყვები რა. აი აჰა. აი ამათ შორის შვედური წითელი შეიძლება თვითონ ეს ტერმინოლოგია არ არსებობს, როგორც მაგალითად ის 500 ლარს დადებას რა აზრი? როგორ არა რომ დამარცხებლები ხო არ გირჩევნიათ 1000 ლარი დადოთ ერთზე, დანარჩენ ორში 500 გადაანაწილოთ. ესე ამბობ, ანუ დაუშვათ ესე და ეს გადავაგდოთ? სადმე დადოთ. ყისერი ლურჯი არ არის და. არა არ არსებობს? თუ არსებობს. Instant blue. რა ინსტანტული. კაცმა თქვა გიჟივის, მო. შვედური წითელი შეიძლება ბიჭო, სიტყვათა რაღაც შემოგთავაზა იქით. გუგა ერთი წამი დარჩა რა საკეთებ? სამი, დადე. ორი, შადარა. ეს რა არის? მეგობრებო, ყურში კარნახობენ ვარით გადამოწმებულ ქმედებებს და როგორც აღმოჩნდა, გუგამ ლურჯ მწვანეზე განთავსებული თლიანი თანხა პასუხთან ერთად გადაანაცვლა გაწურულ მე ვასამ წაიღო შვედურ წითელზე. 1000 ლარი არის განთავსებული გაწურულზე, 1000 ლარი არის. კი, 1000 ლარი არის. ანუ ერთ წელს რა მაინტერესებს? ანუ თავიდანვე შეჯერდით? ამაზე. არა, არა. ხო ეგრე. არა, ანუ თავიდანვე ამოიღე ვაფშე. ლურჯ მწვანეზე, ანუ ესო ამოღებული. ეს საერთოდ მოსაღებია. მე ბოდის მოვიხდი. რა შვედური წითელი. შვედური რა წითელი. შვედური? ვასალ თქვა. აქედან აგიღო და იქ გადაგიღო. ხაცა ფენსი სახელიაო მომწოსო და ადგა და 1000 ლარი გლიჯა ეგრევე ამას. ვინ? შენ. მე არ მიგლიჯია. ხა ვიგლიჯა. გუგამ გლიჯა. ყისერი ლურჯი instant blue. ნამდვილად არსებობს. რომელიც მეც რაღაცნაირად არ ვიცი გითხარით თუ არ გითხარით. აი ლურჯი მწვანეზე. არა შეიძლება მართალი. ბიჭო თან ტიპები ამბობენ რომ აი გაწურული იასამნისფერიო წარმომიდგენიაო რა. თალი? ეს გინახავს ხო ამას? არა, ნუმტენი. ლურჯი მწვანე, მეგობრებო, არსებობს ასეთი ფერი და არ არსებობს ეს არის ჩვენი მოგონილი გაწურული იასამნისფერი. მე რა კარგავ თქვი თავიდანვე. არსებობს. 1000 ლარით აგრძელებენ ჩვენი ბიჭები მერვე კითხვაზე თამაში. დელფინი, გველი, ალიგატორი და ბუ. ჩამოთვლილი ცხოველებიდან რომელი არ ახამხამებს თვალს? წამზომი, ჩაირთო. გველი რო ახამხამებს მინახავს. იმას მომისმენთ, კი არა ახამხამ შიდა თვალს რაღაც ამას აკეთებს. მე შიდა იმას. ახლა
გავიგე ხა. ბუ არა ხამხამებს, არა. უბრალოდ ეხა ეგრევე თქვი წინაზე ორზეს და მახსოვს როგორ მომისვია, გველი ხო ახამხამებს? კი, კაცო. უეჭველი. თვალებს ესე ატრიალებს მე. ახამხამებს კი. გველს აქვს ხუთუთო ვაფშე? გველს თვალები აქვს. ხუთუთოა? საერთოდ თვალები არ აქვს. ბუს აქვს ხუთუთო ვასა. შეიძლება არ იყენებს და აქვს. არა, თუ ხუთუთო აქვს, ესე იგი არა, ბუ უეჭველი არ ახამხამებს. დელფინს ეგ წამწამებიც აქვს დაჟე. ხომ სად გაუყარი თვალში დელფინს? აქ არის ალიგატორი. და არა ნიანგი. ხო. იმიტომ ნიანგი ახამხამებს და ალიგატორი არა. ირიკი. შეიძლება ორივე ახამხამდეს, უბრალოდ დაგიზუსტეთ, რომ ნიანგი და ალიგატორი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე ვიცი რომ ბუ თვალს არ ახამხამებს. თვითონ ვიდეოში ახლის ჩიფსი რას გვიტყვი? კაი, მოდი სათითაოდ გამოვრიცხოთ. რომელსაც დელფინი უნდა გამოვიდეს. დელფინი გინდათ გამოვრიცხოთ, ამ გამოვრიცხოთ. ანუ წამწამები არის, დელფინი გამოვიცხეთ. რა გითხოთ, წამწამები? არა, ვრიცხავ. გამოვიცხეთ. არ ვიცი, თქვენი გადაწყვეტილება, წუთი და 10 წამი დაგჭათ. გველი, მოიცა, ენას შვება, ენას ახამხამებს, ვიცი ზუსტად. ინდეს ახამხამებს. ალიგატორი, ამას გვერდებზე ხო? უნდა და ახამხამოს. ბუ გველი საინტერესო ვერსიაა. ლაშ, გველი ახამხამებს. ბიჭო, აი კაკოს რო ვკითხოთ და გიგის და სოსოს 500 ლარს თუ გადამიხდით, დაგარეკინოთ. გველს, ბიჭო, ალიგატორსაც ექნება, ის ყველას კამელეონებს და ეგენი აქვს. კაი, ბუ და გველი 30 წამი დარჩა. თუმცა გავანაწილო. დელფინი რატო გადავკვირდით? ბიჭო, დაიღლება რა, იმ ხელა თვალები რო არ დახვდა. რეალაკანია, გაიგე? ბუ არა, ბუ. უნდა დაიძინოს, კაცო, ბუ დაძინებული მინახავს. ხომ არა, ამაზეა საუბარი. ბიჭო, წამწამზეა ბაზარი, წამწამი აქვს თუ არა? 7, 6, გველი 5, არა, 4, 3, გველი 2 და 1. ბუზე დადეს. ბუ. ანტასი. შეჭება გადმოდი. ლარი. დადე გველზე, ხა? ნახე, მე მაქვს ასეთი შემოთავაზება მეგობრებო თქვენთან რა. 500 ლარი თუ გინდათ ერთ ნებისმიერ პასუხზე გადმოიტანეთ. მიღებული. გველია რა. გველია. ალიგატორიც ახამხამებს. გველი არის ცხოველი, რომელსაც საერთოდ ქუთუთო არ გააჩნია, მას აქვს უბრალოდ რქოვანი გარსი, რომელსაც კანთან ერთად იცვის ხოლმე და სულ არის თვალები გახელი. ასე ძინავს კიდევაც. შესაბამისად, პასუხი ბუ იყო არასწორი და სწორი პასუხი არის გველი. და მეგობრებო, მაინც გადმოიტანეთ. ძალიან დიდი მადლობა კონტენტისთვის მეგობრებო. 100 ლარს ხომ მოგცემთ? 100 ლარს აუცილებლად ტაქსის ფულს დაგირიცხოთ მეგობრებო. თუ მოგეწონათ უბრალოდ გადაცემა. კი და ძალიან ვისიამოვნეთ. სუპერ თამაშის მოგიწიათ და კარგად დაკალაჩეთ. მადლობა იმისთვის რომ უყურებდით ჩემს სპონსორებს ამბასადორებს, კრედო ბანკს, სანდომს, რომელიც აღარა მყავს და უკვე ვასასთან გადაინაცვლა და ასევე USA to Georgia-ს წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.